200 მილიონიან პაკისტანთან რატო გვაქვს უვიზო? ამაზე უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა ხელისუფლებაზე, შეგვიძლია და შეგვიძლია როგორ იცი ახლა აგერ არჩევნებისთვის ემზადებიან 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთო. უბრალოდ უთხარი რომ კი ბატონო, გინდა ირაკლი იყავი და გინდა პეტრე, ჩემთვის სახელზე და გვარზე კი არა მაგ გართულება. უბრალოდ ერთი მარტივი რაღაცა მითხარი რომ რატო გამიხადე საქართველოს პაკისტანი? 6 მილიარდი რა შეაიღე? არაბეთიდან რო ჩამოიტანე და დღემდე რო პირში წყალი ჩაგუბებული და გასუსულები რო ხართ. რა შეაიღე 6 მილიარდი? რაში მჭირდებოდა ეს უვიზო მიმოსვლა ერთი ვინმე მამიხსნას? აი უთხარი კაცო და უთხარი რომ საქართველოს იღუპება ჩვენი ხალხი გარბის აქედან და რაში მჭირდება? ეხლა მე აქ ვიღაცა უცხოელი, რომელიც ქართველებს სამუშაო ადგილს არტმევს. ბიჭები წვალობენ, გლოვოში, ვოლტში მუშაობენ და უკვე ნორორად დადიან მოპედებს, ესენი შემომსხდარები და აღარ არის ქართველს, რომელსაც ისედაც ლუკმაპურის ფულს ძლივ შოულობდა, ეხლა ვეღარ შოულობს, იმიტომ რომ ვიღაცა პაკისტანელი და ინდოელი დასაკ ჩაანაცვლა, მაგის ადგილი დაიკავა და ეგ უნდა უთხრა. გამოსავალი ვინც გვეკითხებით არის? არჩევნები არის ყველაზე კარგი გამოსავალი. გაეცი პასუხი. განაირად უნდა მოგცე, კაცო, ხმა, როცა ქვეყანა გამიყიდე. დღეს ოჯახის სიწმინდის დღე იყო, ხო? და ზეიმობდნენ და რაღაცა რანაირად უნდა დაუკრა ამ ტაში. თქვენ არ მიიღეთ ოჯახური ძალადობის შესახებ. და ისევ არ არის ეკანონი. დღემდე მოქმედია? დღემდე რამდენი პატიმარი ყავთ? მაგ მუხრით დაჭერილი. დედები და მამები რო დააჭერინეთ ბავშვებს. ეგეთი თაობა რო გაზარდეთ. რომ მოვა, უნდა უთხრა რომ ხმას მოგცემ კი არა, კაცო, აქ აღარ დაგინახო მოსული. ამას აკეთებ, რა ხმა უნდა მოგცე.